თბილისში პირველად საერთაშორისო საზაფხულო საბალეტო კურსი ტარდება მას ცნობილი ქართველი ბალერინა ელენე გლურჯიძე ხელმძღვანელობს. ინგლისის ნაციონალურ ბალეტში კარიერის დასრულების შემდეგ ელენე გლურჯიძე ლონდონში საბალეტო აკადემია დაარსა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ პროექტს უძღვება. ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის 120-მდე მოსწავლეს, რომელთა შორის არიან თბილისის ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებიც, მასტერკლასებს მსოფლიოში ცნობილი პედაგოგები უტარებენ. საზაფხულო კურსები 19 ივლისს შემაჯამებელი საღამით დასრულდება. პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. მოხარული ვარ, რომ ელენე გლურჯიძესთან ერთად, რომელთანაც რამდენიმე თვის წინ პირველი შეხვედრა მქონდა პოლონეთში და შევთანხმდით, რომ საქართველოში ის დააფუძნებდა საბალეტო საზაფხულო სკოლას, რომელიც მეტ პოპულარიზაციას გააკეთებს საბალეტო ხელოვნების საქართველოში, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის ნამდვილად კარგი საბალეტო კულტურის მქონე ქვეყანა. ელენემ მოახერხა და თავის საერთაშორისო გუნდი ჩამოიყვანა ამ საზაფხულო სკოლისთვის და მოახერხა, რომ პირველივე წელს 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო ამ საზაფხულო სკოლაში და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ მომავალთაობა დიდი რაოდენობით მოვიზიდოთ. ინტენსივი იმით არის საინტერესო, რომ ძალიან ბევრ საგანს სწავლობენ ბავშვები, ხო? და აი ესეთი რაღაც ყველაფერი ერთად აძლევს ძალიან ბევრ ცოდნას, რომელიც მე კიდე რაღაც დროის განმავლობაში კიდე უფრო იზრდება და ბევრს სწავლობ. დღეს ნებისმიერ კომპანიაში რომ მოხვდები, შენ უნდა იცეკვო კლასიკური რეპერტუარი და ასევე თავისუფლად უნდა იცეკვო ნებისმიერი თანამედროვე ან ნეოკლასიკური. ამას თუ არის სწავლის სკოლაში ვერ იცეკვებ ეგრევე და ამით არის ძალიან საინტერესო, რომ ეს მთელი საგნები ამ 9 დღის განმავლობაში ყველაფერს სწავლობენ.